ცოტა ძალიან რთულ თემაზე უნდა ვილაპარაკო დღეს. ერთი ორი წელია უკვე ეს თემა არსებობს და ეს თემა ტრიალებს ჩემ თავში. და ძალიან არ მსიამოვნებს და ვცდილობ, რომ ეს აზრები მოვიშორო. მაგრამ უფრო და უფრო ძლიერდება მოკლედ რა, მოშორება არ გამოდის. და დღეს რომ დავინახე რომ ერთ-ერთ უკრაინულ გამოსირებულ ანტიტრამპისტულ არხს გაუხსნია თურმე საქართველოში საქართველოსთვის YouTube ქართულად რო ეს გამოსირებული ანტიტრამპისტული პროპაგანდა კიდე ქართულ ენაზე აწარმოოს, ეს უკვე ძალიან ზედმეტია. საუბარი იქნება იმაზე, რომ ზელენსკი ცდილობს სამყაროში აი იმ ნაწილის ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ვეძახით ბოროტების ღერძს, რაღაცა აი იმ ბოროტების ღერძის ადგილი დაიკავოს. და შექმნას ახალი ანტიამერიკული, ანტიისრაელი ბანაკი. ამაზე სულ ძალიან პირველად ვილაპარაკე 24 წლის თებერვალში. მაგრამ მაშინ აი ეს რო ანტიამერიკული ბანაკი, აი ასე მთლად ეს არ ჩანდა. უბრალოდ იყო ის, რომ ზელენსკი არა 24-ის, არა 25-ის თებერვლიდან ზელენსკი ეჭიმებოდა ტრამპს და იმის მაგივრად რომ თეთრ სახლში ხელი მოეწერა მინერალების ხელშეკრულებაზე, ამბობდა რომ ახადროა რომ კიევთან ჩინეთთან გავაფართოვო და გამაღრმავოთ ურთიერთობებიო. იმის მერე ძალიან ბევრი დებილობა გააკეთა. და აი ახლა იმაში რომ დადის სირიაში, არაბეთის ქვეყნებში ამაში გიგი თევზაძემ თქვა ეს პირველად ხედავს მცდელობას რომ შექმნას ანტიამერიკული ბანაკი და ამ ანტიამერიკული ბანაკის დირექტორი იყოს ანტიამერიკული ანტიისრაელი და ეს დაახლოებით 2 კვირის წინ თქვა გიგიმ. იმის მერე რაღაცეები კიდე გააკეთა ისეთი ზელენსკიმ, რაც ამას ადასტურებს. აი ეს სკანდალი, რომელიც ააგორა რამოდენიმე დღის წინ ისრაელის წინააღმდეგ, რომ თითქოს ისრაელმა იყიდა, ჯერ ერთი ისრაელს როგორც ქვეყანას არ უყიდია, რაღაც კერძო კომპანია მიყიდა. მეორე ისრაელი ამბობს, რომ არ არისო 100%-იანად მოპარული, ანუ რაღაცა შეიძლება მოპარული შერეული იყოს რუსულში. ეს ერთი და მერე რომ მეორე არასწორად აწარმოებდა მე დავდევი იმის აუსლენდერის ვიდეო ამ თემაზე, იქ დეტალები კარგად აქვს ახსნილი. და ნუ მე სკანდალი რო არ გაჩერდა და არ გაჩერდა, მეორე გემი უკვე ამ ხორბლით გამოაბრუნა ისრაელმა, მაგრამ ამ ხორბალს მარტო ისრაელი არ ყიდულობს. ზუსტად ის სირია ბევრად უფრო მეც ყიდულობს, რომელთანაც ზელენსკი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს და რაღაცა ალიანსებს ქმნის. მაგრამ იქ რატომღაც სკანდალი არ არის, ანუ სირიას არ ეჩხუბება, რომ რატო ყიდულობა. ევროპაც ყიდულობს, არავის ევროპაში ამაზე არ ეჩხუბება. ევროპა ამაზე უარესი კიდე გაზ და ნავთობს დღემდე მოიხმარს რუსეთის ეს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ამაზე, რომ ზელენსკი ვენებს იჭრიდეს. მოკლედ, ძალიან ბევრ არასწორ რაღაცაზე თვალს ხუჭავს და ატრაკებს იქ, სადაც საერთოდ არ უნდა ატრაკებდეს და იქ ატრაკებს, სადაც ეს თვითონ უკრაინას უნებს. უკრაინას არაფერში არ ჭირდება, რომ ტრამპი გადაემტეროს და ზელენსკი მაქსიმალურად იმას აკეთებს, რომ ტრამპთან ყველანაირად და ყოველთვის გაიფუჭოს ურთიერთობა
და ახლა რო კიდე ისრაელი დაემატოს ამას, ესეც არაფერ შეერჭირდება უკრაინას. ზელენსკის პირადად შეიძლება რაღაცა სჭირდებოდეს, მაგრამ უკრაინას ეს ნამდვილად არანაირად არ ჭირდება და არც მომავალში არაფერ შეარ გამოადგება. არაფერ შეარ გამოგვადგება ჩვენც. უკრაინული ანტიამერიკული პროპაგანდა საქართველოს არაფერ შეარ გამოადგება. ძალიან ავნებს, ისედაც გამოსირებულია საკოცათის მიერ ხალხი, არ მარტო საკოცათი ოპოზიციაში, ვითომ ოპოზიციაშიც ძალიან წალეკილია აქვს ამ აზრს, ანუ ანტიტრამპისტობას და ტრამპ-დერენჯმენტიანობას წალეკილი აქვს ოპოზიცია. და ამ არხზე, რომელიც ახლა უკრაინამ გახსნა იმისთვის, რომ ქართულად ილაპარაკოს, იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ხალხთნაო ქართველებო რაღაცა იქით კენ ვიმოძრაოთ და იმისთვის ვიბრძოლოთ, რომ თქვენ რაღაცნაირად შეძლოთ ანუ ივანიშვილის რეჟიმის მოშორება, ან მოდით რაღაცა საერთო რაღაცები ვაკეთოთ ამ მიმართულებით, ან რაღაცა არა. ქართველებს უყვება თურმე როგორი წუდია და არასწორია ტრამპი. ირანთან ომში და არა მარტო ირანთან ომში. ნუ აი აბსოლუტური რწყევა. ერთის მხრივ ეს შეიძლება ასევე იყოს ევროპული შანტაჟის აი ეს მეორე ნაწილი. ახლავე ანტი-ისრაელი ნაწილი. ევროპა ძალიან გადაფსიხებულია ისრაელზე, იმიტომ რომ წალეკა ისლამმა და ისლამით წალეკილ კომუნიზმში და სოციალიზმში ისეა ჩამხრჩვალი, რომ ვერ ამოდის. ერთადერთი ნორმალური იყო ქვეყნებს შორის იტალია და მელონი, რომელიც იყო თითქოს მემარჯვენე და იყო კონსერვატორების იმედი, ასევე კონსერვატორების და მემარჯვენეების იმედი იყო ახალი პაპი, თავიდან პაპადრო იმიტომ აირჩიეს, რომ ტრამპის წრიდანაა, მაგრამ ერთმაც და მეორემაც გაასხა. ერთმაც და მეორემაც გაასხა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეწოლაა მათზე აი ამ მემარცხენეობიდან და LGBT-ობიდან და მთელი ამ საძაგლობიდან პაპი რო გამოდის და ისლამი კაიაოს იძახის, ამაზე მეტი საზღვრება რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან და თითქოს იმისთვის გამოვიდა, რომ ამ ევროპულ გამოსირებულობაში არ მიეღო მონაწილეობა და რაღაცნაირად თავისუფალი ყოფილიყო ამისგან, მაინც სასწაულად გამოსირდა და ეს რა თქმა უნდა იმის დამსახურებაა, რომ მემარცხენე ლეიბორისტები არიან სათავეში. თვითონ სამეფო ოჯახიც და მეფე ჩარლზი რასაც აკეთებს, რომ მოსახლეობას რამადანს ულოცავს და არ ულოცავს ქრისტიანულ აღდგომას. და აი ამ გარემოს შანტაჟი სავარაუდოდ ძალიან ძლიერია მელონიზე და მელონიმ ამ შანტაჟს ვერ გაუძლო და ისიც გამარცხენდა და გაფშიკა ფეხები ტრამპის წინააღმდეგ. და ახლა ამერიკა რო გაიყვანს იტალიიდან ჯარებს, მერე რა სიხტუნავებენ და რა სადიხტუნავებენ შევხედოთ. გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს აი ამ წნეხის და წნეხის უკან კიდე, რა თქმა უნდა, ფინანსები დგას. ეს ან პირადი კორუფცია, მელონი პირადად კორუმპირეს, ან საქმე იმაშია, რომ იტალიას ძალიან უჭირს ფინანსურად. დიდი დრო არ არის გასული იქიდან, როდესაც ესპანეთი, საბერძნეთი და იტალია იყვნენ სასწაული გაბანკროტების პირას და გადაარჩინა ეს სამი ქვეყანა და მათი ეკონომიკები გერმანიამ. გადაარჩენით კი გადაარჩინა, მაგრამ იმის მერე ახლა დიდად რა მეჭკვიანურობები აკეთესო და დიდად ეკონომიკა
გაამარჯვენეს, გააჯანსაღეს და რამე სასწაული გააკეთეს, რომ იმ კრიზისიდან ისე რომ სამუდამოდ და მყისიერად და მდგრადად დამოსულიყვნენ, ასეთი რამე არ უქნია არც ერთ ამ ქვეყანას. შესაბამისად, მათი ფინანსური მდგომარეობა ძალიან მყიფეა, ძალიან დამოკიდებულია საერთო ევროპულ ბიუჯეტზე და არა ქვეყნის ბიუჯეტი არასაკმარისებია. როგორც ჩანს და საერთო ევროპულ ბიუჯეტებზე ბევრად უფრო მეტად არიან დამოკიდებულები და შესაბამისად ვერ აწარმოებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას ვერ აწარმოებენ და ამ მემარცხენე სიმახინჯეებიდან ვერ ამოდიან. და აი ამ მემარცხენე სიმახინჯეების შანტაჟი შეიძლება ზელენსკის მიმართაც არის და რაღაცა მსგავსი იმისა, რომ ან 90 მილიარდს არ მოგცემთ, ან რაღაცას არ მოგცემთ, ან იმას არ მოგცემთ, ან ამას არ მოგცემთ, თუ რამეს არ გააკეთებ ისრაელის წინააღმდეგ, თუ ჩვენ რიგებში არ ჩადგები და სოლიდარობას არ გამოგვიცხადებ და შენს რაღაცას მსგავს არის. შეიძლება ეს იყოს, მაგრამ უფრო მეტად გავს იმას, რომ ზელენსკის მკვდარ და არარსებულ რეიტინგებს ჭირდება შველა. მაშინ, როდესაც გაეჭიმა ტრამპს, ძალიან დაბუსტა თავისი მკვდარი რეიტინგი და ეს დაბუსტვა არ აღმოჩნდა მყისიერი და მდგრადი, საკმაოდ მალე ჩაიფუშა. მერე წამოვიდა ეს კორუფციული საქმეები, რომელშიც გარეულია და აი ახლა, როდესაც ისრაელთან აგორებდა აი ამ სკანდალს, ზუსტად იმ დღეებში, ანუ გუშინ წინ გასკდა აი ეს მინდიჩის საქმე როა ოდიოზური ძალიან დიდი ისეთი რაღაცა სასწაულ მილიარდულ კორუფციებზე როა საუბარი. იმ საქმის სატელეფონო ზარები და ზელენსკის ლაპარაკები და ესენი გამოქვეყნდა. ანუ მეორე დღეს, რაც ვითომ ეს ისრაელთან სკანდალი ძალიან წარმატებულად დაასრულეს და აი ისრაელმა მეორე გემი რო არ მიიღო, ეს თითქოს ძალიან მაგარი წარმატება და გამარჯვება იყო. ამ დროს ჩვეულებრივად თითიდან გამოწვეული რაღაცაა და პიარია ვითომ გმირობაზე ცარიელ ადგილას და ამით გადაფარვა უნდოდა იმ სკანდალის, რომელიც წინ ელოდა და რომელიც ამ გამარჯვების მერე მეორე დღეს გამოგორდა. ანტი-ამერიკა პოლიტიკა არსად არ წაგიყვანს, საერთოდ არსად არ წაგიყვანს. და შემდეგი წლები უკვე 10 წლეულები და უფრო მეტიც და დეკადები სამყარო იქნება ერთი გლობალური და ერთი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ, ამერიკის ქვეშ, ხოლო ამერიკა დარჩა სახელმწიფო დედამიწაზე, არანაირი რუსეთი, ჩინეთი და რაღაცა ესე ყლუჭუ რაღაცაები. იქნება ამერიკა, მისი სტრატეგიული პარტნიორები, კარგად და წარმატებულად და მშვიდობიანად. და იქნება რაღაცა სანაგვე. ხო და ეს ნაგავი რაღაცა ახლა მთლად ახალი რუსეთი და ახალი ბოროტების ღერძი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, და იმედია რომ ვერ იქნება, მაგრამ რაღაცა სანაგვე რო იქნება, გასაგებია. ანტი-ამერიკული სახელმწიფოები კი არა და ანტი-ამერიკული სამყაროს ანტი-ამერიკული ნაწილი ვერასდროს ვერაფერი კარგი უახლოეს 500 წელს ნამდვილად ვერ მოკლედ და თუ ეს ყველაფერი აი ეს საზიზღარი პოლიტიკური მოქმედებები და
და საზიზღარი მავნებლობა უკრაინის მიმართ, უკრაინული ხალხის მიმართ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა არ არის ხალხისთვის და ეს პოლიტიკა არ არის ქვეყნისთვის, როგორც უკრაინისთვის. ეს პოლიტიკა არის იგივე სირობა და სირბანჯობა, რასაც აკეთებს საქოცეთი და რაც აკეთებს ბიძინა. ოღონდ ბიძინას არ აქვს ისეთი გავლენები, როგორც ზელენსკის და მაგდენი არ გამოსდის, თორე ძალიან დიდი სიამოვნებით თვითონაც იზამდა. თუ ეს არ ჩაკუდა ზელენსკისთან ერთად და უკრაინამ ეს სიმრუდე არ მოიშორა მაშინ, როდესაც ზელენსკის მოიშორებს, ამაში კიდე თუ ჩარჩა და ეს ანტიამერიკანიზმი და ანტიისრაელიზმი თუ გაყვა კიდე უკრაინას, იქნება ძალიან ცუდი უკრაინისთვის, როგორც ქვეყნისთვის და ჩვენ ამაში უკრაინას არ უნდა გავუყვეთ. არანაირად. ახლა ძალიან გვიყვარს, ძალიან გვეამაყება, ძალიან გვიხარია, რომ რუსეთს ამარცხებს, მაგრამ თუ წარმოდგენილი აქვს, რომ თვითონ უნდა დაიკავოს მერე იმ რუსეთის ადგილი და თვითონ უნდა იყოს რაღაცა იმ საბჭოთა სირბანჯოობის გაგრძელება, რომელსაც ანტიამერიკანიზმი ქვია, რამოდენიმეჯერ მომიწია ვიდეოს შეწყვეტა. და გახდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის მაგივრად ამ საკითხში. იმიტომ რომ ანტიისრაელიზმი და ანტისემიტიზმი საბჭოთა სენია, ანტიამერიკანიზმი საბჭოთა სენია. ამაში კიდევ ერთხელ არ უნდა გავყვეთ. და იმედია უკრაინა მას დაამარცხებს. პირველი ძალიან ცუდი სიგნალი ჩემთვის იყო პოლიტიკოსი იყო ასეთი უკრაინაში ირინა ფარიონი ამ ქალის მკვლელობა და მე ვფიქრობ რომ მართლ გუნდს რაღაცა მონაწილეობა მიღებული აქვს ამაში ან მონაწილეობა თუ არ აქვს მიღებული ყოველ შემთხვევაში გულგრილობით დადგა ეს შედეგი რომ ეს ქალი მოკლეს და აწყობდა კიდევაც უკრაინის მართლ პარტიას ამ ქალის სიკვდილი. მაშინ ის იმდენად განვიცადე ეს მოვლენა ბევრჯერ მილაპარაკია კიდევაც რომ თვენახევარი ძალიან დიდ დეპრესიაში ვიყავი, ძალიან დიდ დეპრესიაში. ეს იყო რაღაცნაირი, თითქოს მოკვდა უკრაინის იმ ნაწილის ლიდერი, რომელსაც უნდა უკრაინული უკრაინა. რომელსაც უნდა უკრაინა, რომელიც არ ლაპარაკობს რუსულად. რომელსაც უნდა ეროვნული უკრაინა და რომელსაც უნდა მემარჯვენე და კონსერვატიული უკრაინა. და არ უნდა ეს მემარცხენე ნაგავი. და არ უნდა რომ უკრაინა იყოს საბჭოთა კავშირის დანატოვარის რაღაცა გამგრძელებელი და მემკვიდრე. რომ თითქოს აი ამ უკრაინას მოუკვდა ლიდერი. ესეთი შეგრძნება მქონდა მე. და მეორედ ასევე ძალიან ძლიერ და გრძელვადიან დეპრესიაში მაშინ ჩავარდი, როდესაც ზელენსკიმ თეთრ სახლში არ მოაწერა ხელი მინერალების ხელშეკრულებას. ესე ძალიან დიდი ღალატი იყო იმ უკრაინის, რომელიც რუსეთს უნდა გაემიჯნოს. აი რომ რუსეთთან არაფერი საერთო რო არ უნდა გქონდეს, რომ კორუფციულად არანაირად არ უნდა იყო მიბმული და არ უნდა გინდოდეს ჩინეთი. აი ამ უკრაინას უღალატა ზელენსკიმ, როდესაც ტრამპთან არ მოაწერა მინერალებზე ხელი. იმის მერე სულ ველოდები და მეგონა რომ ერთი წელიწადი საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ უკრაინას რაღაცნაირად გადაეწყვიტა ზელენსკის არსებობის საკითხი და გადაერჩია თან რამე ეკნათ, მაგრამ არ დგება ჯერჯერობით ეს მომენტი და უფრო მეტად ტოპავს პოლიტიკურად არასწორ მხარეს და სადღაც იფლობა. ამასობაში სულ ახალი და ახალი სკანდალები გორდება მის კორუფციაზე და ის საშინელი ის
ის რო აქვთ პრაქტიკა ბუსიფიკაცია ესეც რაღაცა ძალიან დიდი საშინელებაა რომელშიც ძალიან დიდი კორუფცია დევს და ზელენსკის არ აქვს უნარი რომ ეს რაღაცნაირად ეს საშინელება გააჩეროს ან უნარი არ აქვს ან სურვილი არ აქვს ხო და ძალიან ცუდი სუნი აზდის ამას ყველაფერს აი საშინელი სუნი აზდის ამას ყველაფერს და ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ თუმცა უკვე ვხედავ რომ გვითრევენ და YouTube არხის ქართულად გახსნა იმისთვის, რომ საქართველოში ანტიტრამპისტული რიტორიკა აწარმოო და პროპაგანდა აწარმოო, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ აქვს მცდელობა, რომ ჩაითრიოს საქართველოს ამ სიმახინჯეში და ამ სიმახინჯეში არ უნდა გავყვეთ და არ გავყვებით. კიდევ ერთხელ დაიწყო ეპოქა, სადაც არ არის არანაირი ორპოლუსიანობა, სამპოლუსიანობა და ხუთპოლუსიანობა და არანაირი პოლუსიანობა, არის ამერიკა და ამერიკის პარტნიორები. აი ეს არის ცივილიზებული სამყარო და ეს არის სიკეთის ღერძი. და ვინც აი ამას დაუპირისპირდება, ის იქნება ან ბოროტების ღერძი, ან როგორც მინიმუმ რაღაცა ნაგვის და სანაგვე ბუნკერის ღერძი. ხო და იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობის ღერძზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა და კონკრეტულად ხალხი უკრაინის და ЗСУ ძალიან ჩვენ საქმეს აკეთებს ახლა, როდესაც ანადგურებს რუსეთს. მაგრამ პოლიტიკურად იმ სანაგვეზე არ უნდა გავყვეთ. ვიყოთ ძალიან ყურადღებიანები, ყველანაირი არასწორობის პროპაგანდის ძალიან კრიტიკულები. ანტიტრამპიზმი დამღუპველია როგორც უკრაინისთვის, ასე საქართველოსთვის. არ გვჭირდება და ამას ნუგვტენიან. თუ უნდათ რომ თვითონ გადაეშვან ამ რაღაცა საზიზღრობაში, გადაეშვან თვითონ თავი დაგვანებონ პოლიტიკურად ჩვენ ამ შემთხვევაში. და თუ რამის გახსნის საშუალებები აქვთ და რამეზე ქართულად ლაპარაკის ეს პირველ რიგში ის უნდა იყოს ზუსტად რომ მოდით რაღაცნაირად ივანიშვილი მოვიშოროთ ხალხო აი ამაზე ლაპარაკი. მე რომ ჩემს არხზე მქონდა ხაზი უკრაინისთვის სპეციალური რუსულად მე მარტოც და ლევანთან ერთად იმიტომ ლაპარაკობდით უკრაინა და ამერიკის ურთიერთობაზე და ტრამპზე რომ უკრაინელი მსმენელი ცოტა აზრზე მოგვეყვანა რომ ანტიტრამპიზმი დამღუპველია და ესენი მიდგნენ ახლა და პირიქით გვიკეთებენ, შემოგვიტრიალდნენ და ანტიტრამპისტულ პოლიტიკას გვახვევენ თავზე. ძალიან არასწორია, სასტიკად არასწორია.